ჩვენ ხშირად ვარდებით გამოვავალ მდგომარეობაში. კარგავთ კონტროლს. გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ჩნდება იმედგაცრუება, დეპრესია. წარუმატებლობაში ვადანაშაულებთ ყველას, ვეძებთ მიზეზს, მაგრამ ვერ პოულობთ. ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ თანადგომა და დავუთმოთ 1 საათი პროფესიონალ ფსიქოლოგებს. ფსიქოლოგის საათი, რადიო იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. მოგესალმებით, ეთერშია ფსიქოლოგის საათი, მე ნინო ვარ მეუნარგია. როგორ ვრცელდება ჭორი, რატომ ჭორაობენ ადამიანები, როგორ ავიცილოთ თავიდან ცუდი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება. ამ ყველაფერზე ისაუბრებს ჩემი გადაცემის სტუმარი, ფსიქოლოგი სოფო მახარაძე. მოგესალმებით, სოფო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მსმენელს შევახსენებ ჩვენს საკონტაქტო ნომრებს 292 11 88 292 11 99 და გვირეკეთ თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სოფო, როგორც მე აღვნიშნე, დღეს ჩვენი საუბრის თემა ჭორი. მოდი დავიწყოთ თავიდან. რატომ ჭორაობენ ადამიანები? მოგესალმებით პირველ რიგში, წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა. რადიო მსმენელსაც. ხო, თემა საკმაოდ ისეთია აქტუალური. ზოგადად ადამიანებს გვახასიათებთ ერთმანეთით დაინტერესებულობა, ხო? ეს ჩვენი რაღაცნაირად სოციალური ბუნების გამომხატველია. ჩვენ ყოველთვის ვინტერესდებით ჩვენი რაღაც ახლობლების, მეგობრების, ნათესავების, გარკვეული ცხოვრების დეტალებით. თუმცა ისევ და ისევ ამბობ, ეს არის, ესე ვთქვათ, ჩვენი სოციალურობის, ადამიანურობის გამოვლინება, მაგრამ ჭორი როგორც წესი, აი ასეთი უწყინარი დაინტერესებულობის ფარგლებს ცილდება ხოლმე. მისი შინაარსი ძირითადად არის დაფუძნებული ან ნახევარსიმართლეზე, ან სრულ სიცრუეზე. ჭორი ყოველთვის ეხება ადამიანის, ესე ვთქვათ, ძალიან პირადულ სივრცეს, ინტიმურ სივრცეს, რომლის გასაჯაროება უკვე აი ამ სივრცის დარღვევად ითვლება. ამიტომ ადამიანის მხრიდან, ესე ვთქვათ, აი ამ სივრცესი შეღწევის მცდელობა და სურვილი შეიძლება განვიხილოთ როგორც რაღაც ვულგარული ქცევა. როგორი ადამიანები ჭორაობენ? არის კატეგორია, რომელსაც არ აინტერესებს საერთოდ ჭორი, არის კატეგორია, რომელიც ამით ცხოვრობს. კი, ეს კარგი შეკითხვაა, ნინო. აი ცნობილია, რომ რაც უფრო ნაკლებად არის ადამიანი ჩართული საკუთარ ცხოვრებაში პროდუქტიულად და რაც უფრო ნაკლებად არის ორიენტირებული საკუთარი უნარშესაძლებლობების რეალიზებაზე, აი ამ ტიპის ადამიანები მით უფრო მეტად ინტერესდებიან სხვათა ცხოვრებით. ეხლა თვითონ აი ეს პროდუქტიულად ჩართულობა, ეს არის აბსოლუტურად ადამიანის არჩევანი, იმდენად რამდენადაც ცხოვრება თვითონ ყოველთვის არის, თქვათ, რაღაც საზრისით, მიზნებით, სავსე იმისათვის, რომ აი ანუ ის აძლევს ყოველთვის პირობას ადამიანს იმისა, რომ იყოს ჩართული პროდუქტიულად, აი თავის საკუთარ ცხოვრებაში. მაგრამ აი როგორც თქვენი გადაცემის ძალიან ხშირი სტუმარი, ჩემი მასწავლებელი და ახლა უკვე კოლეგები ვართ, ქალბატონი ნანა ჩაჩუ ხშირად ამბობს ხოლმე, რომ აი ადამიანს ცხოვრება არ ეძლევა იმისთვის, რომ დატკბეს, არამედ ეძლევა იმისთვის, რომ შექმნას ის. აი, როდესაც ადამიანი ორიენტირებულია რაღაც ცხოვრებისგან მიიღოს სიტყვა და აი ამას ვედილებს, ხო? ამიტომ თითქოს აი რაღაც მომენტი გვისყდება ხელიდან, რომ ჩვენ ცხოვრებაში ჩავერთოთ ისე, რომ ჩვენ გავხდეთ ჩვენი ცხოვრების, ესე ვთქვათ, შემოქმედი ხოლმე. აი სწორედ აი ამ დროს იჩენს ხოლმე თავს ჩვენში აი ეს რაღაცა წყურვილი იმისა, რომ ვიყოთ დაინტერესებულები სხვისი ცხოვრებით. აი ცნობილია ფსიქოლოგიურად, რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან ისეთ აქტიურად არიან ხოლმე ჩართული, აი ესე ვთქვათ, აი ამ ჭორის პროცესში თუ ვისთან რა, როგორ რანაირად არის, აი ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ შფოთვის საკმაოდ მაღალი დონე და ძალიან დაბალი თვითშეფასება. თუმცა გონიათ, რომ ასე არ არის. დიახ, ეს რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ცნობიერად, ეს არის აბსოლუტურად არაცნობიერად. თვითონ ჭორაობის პროცესი, ხო? საკმაოდ ისეთია, როგორ გითხრათ, რაღაც ეს გარკვეული რაღაც მომნუსხველი არის, რაღაც რიტუალური ხასიათი აქვს ხოლმე ხშირად, რომ იკრიბება რაღაც გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს, ვთქვათ, ჩემი სამეგობრო წრე, სამეზობლო წრე, თანამშრომლები, მეზობლები.
ანუ ერთიანდებიან დაახლოებით რაღაც ერთი ღირებულებების და შეხედულებების მქონე ადამიანები და აი ესე ვთქვათ იწყება ეს პროცესი. თუმცა რა თქმა უნდა ყველა ტიპის ესე ვთქვათ აი ამ ჯგუფურ საუბარს რა თქმა უნდა რომ ჩვენ ჭორს ვერ მივაკუთვნებთ, იმიტომ რომ არსებობს ძალიან პროდუქტიული საუბრები. მაგრამ აი იქ სადაც ადამიანები ესე ვთქვათ განიცდიან ესე ვთქვათ აი საკუთარი უნარშესაძლებლობების რეალიზებაზე არიან ნაკლებად ორიენტირებულები და შესაბამისად არაპროდუქტიულები საკუთარი ცხოვრების თვალსაზრისით, აი ამ ტიპის ადამიანებს ნინო ახასიათებდა ესეთი მარტოობის განცდა. ამიტომ ისინი ისწრაფვიან აი ამ ტიპის ჯგუფებში გაერთიანებისაკენ. ეს არის ერთგვარი ნევროტული ქცევა ადამიანისა, თითქოს ჩემი მარტოობის გამო მე ესე ვთქვათ რაღაცა ვირთიანდები რაღაც ჯგუფში და აი მე ხდები ჩვენ. ანუ ხომ არ ხდება ადამიანის თავის დამკვიდრება დაუშვათ ამის საშუალებით ან დაუშვათ რაღაცის დამალვა. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანს აქვს რაღაცა ცუდი თვისება და აი ამ ცუდი თვისების დაფარვას ცდილობს იმით რომ სხვას გადააბრალოს, სხვას მიაწეროს. კი, ეს ძალიან საინტერესო, რომელიც ძალიან ხშირად ახლავს თან ესე ვთქვათ თვითონ ჭორის პროცესს, რომ აი როგორც წესი ჭორის ადრესატი უბრალოდ გამავრცელებელი, ხო? აი ამ ჭორის ადრესატს საკუთარი პირადი სიმპათიებისა თუ ანტიპათიების მიხედვით მიაწერს რაღაც თვისებებს. თუ ეს უკანასკნელი ესე ვთქვათ სარგებლობს ესე ვთქვათ პატივისცემით, ხო, მაშინ მას პირიქით განადიდებენ ხოლმე აი ამ ჭორის გავრცელებით. მაგრამ სხვა შემთხვევაში ხდება მისი ესე ვთქვათ უკიდურესი დაკნინება. აი ამ დაკნინების მიზეზი მდგომარეობს რაში? ცნობილია ფსიქოლოგიურად ესეთი დაცვის მექანიზმი პროექცია, როდესაც ადამიანები იმას, რასაც გაურბივართ ჩვენ თავში, ვთრგუნავთ, არ მოგწონს, ხო, მაგრამ ვცდილობთ რომ ეს არ გავაცნობიეროთ და არ მოვაგვაროთ, ხო? აი ამას მივაწერთ სხვა ადამიანს და თითქოს ჩვენ ამითი რაღაცნაირად თავისუფლდებით აი ამ თვისებზე. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არის ფსევდო განთავისუფლება, ფსევდო დამკვიდრება ადამიანებს, ანუ მოჩვენებითი, დროებითი. ამიტომ აი ამ პროცესში, როდესაც მე ვიწყებ ლაპარაკს, გაქილიკებას ვიღაცისა, დაკნინებას ვიღაცისა, გაკრიტიკების ვიღაცისა, ხო? მე თითქოს აი ცნობიერად აი ვაკეთებ ასეთ რაღაცას, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორიც ეს უკანასკნელი. თითქოს ეს არის რაღაცა ფსევდო კომპენსაცია იმისა, რაც მე ესე ვთქვათ ჩემს თავში მაწუხებს. ძალიან ხშირად ცნობის მოყვარე ადამიანები ჭორაობენ. შეიძლება ადამიანს კონდეს აბსოლუტურად მსავსე ცხოვრება, ანუ იყოს დასაქმებული, კონდეს აწყობილი პირადი ცხოვრება, მაგრამ მაინც ჭორაობს. და სამწუხაროდ ძალიან ხშირად ეს ჭორი არის ნეგატივზე აგებული. და რა არის ეს ცნობის მოყარეობა? თუ რატო? ძირითადად იცით რა ხდება ხოლმე? უსაქმური ადამიანები ჭორაობენ. ამას ჩვენ ვერ გავექცევით და ამ შემთხვევაში რა ხდება? თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ თითქოს გარეგნულად არის ხოლმე ხანდახან ისე, რომ ადამიანს ყველაფერი დაალაგებული აქვს, მაგრამ მაინც არის ამ პროცესში ჩართული. ეს გარეგნული მხარე არ გულისხმობს, ესე ვთქვათ, მის შინაარსობრივ დატვირთვას. არიან ვთქვათ, იგივე ოჯახები, ხო, თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად არის, ხო, ქმარი, შვილები, რაღაც სამსახური, ასე შემდეგ. მაგრამ აი ხშირად ეს პროცესი, იცით როგორ არის, ხორციელდება პროცესისათვის და მასში არ არის რაღაც გარკვეული მიზანი, რისთვის ვაკეთებ ამას, რა სარგებლობა მაქვს ამისთვის, რას ესე ვთქვათ, რისკენ უნდა ვისწრაფო ამ პროცესში. ამიტომ ესეც ერთგვარად არის ფუჭი ჩართულობა, თორემ იქ სადაც ადამიანი რეალურად არის რაღაც გარკვეული პროდუქტის შემქმნელი თავისი ცხოვრებით, შეუძლებელია, ეს ურთიერთგამომრიცხავია, რომ ის იყოს დაინტერესებული სხვათა ცხოვრებით. ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ დაგველოდეთ. ფსიქოლოგის საათი, რადიო იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად.
მე დაგიბრუნდი სტუმართან ერთად. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ფსიქოლოგი სოფო მახარაძე. საუბრის თემა ჭორი, რატომ ჭორაობენ ადამიანები და რა როლს ასრულებს ჭორი ადამიანის ცხოვრებაში, როგორ ავირიდოთ თავიდან ის დავუშვათ ნეგატიური ინფორმაციები, რომლებიც ჩვენ შესახებ ვრცელდება. მსმენელს შევახსენებ საკონტაქტო ნომრებს 292 11 88 292 11 99 დაგვირეკეთ თქვენი მოსაზრება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სოფო ძალიან საინტერესო საკითხზე შევჩერდით. ძალიან დიდ როლს თამაშობს ჭორი ადამიანის ცხოვრებაში. იმიტომ რომ სამწუხაროდ, როდესაც ჭორი ვრცელდება და მით უმეტეს ნეგატიური ხომ, საზოგადოება იტაცებს. და შესაბამისად შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს ადამიანის მიმართ. და ძალიან დიდ როლს თამაშობს კიდევ მედია, ანუ ყვითელი პრესა. და საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამის შესახებ. ხო თვითონ საკითხი ნამდვილად საინტერესოა, ხო ის რაც დასვით თქვენ საკითხად, ხო? ხო თვითონ ჭორი თავისი ესე ვთქვათ ისტორიულად თუ გადავხედათ, შინაარსი ყოველთვის არსებობდა და მისი მიზანი ყოველთვის იყო რაღაც გარკვეული ინტრიგების, ესე ვთქვათ, აგორება თუ ხლართვა, სასახლის კარი იქნებოდა, ანუ ეს არსებობდა. მაგრამ ის იყო ყოველთვის მაინც რაღაც, ესე ვთქვათ, დაფარული ხოლმე, ანუ რაღაც გარკვეული ჯგუფის მიერ, რაღაც გარკვეული ჯგუფისათვის და საიდუმლოდ ვრცელდებოდა ხოლმე. აი თანამედროვეობაში სწორედ ეგრეთ წოდებული ყვითელი მედიის, ესე ვთქვათ, საშუალებით მოხდა ერთგვარი ჭორის ლეგიტიმაცია. ჩვენ არაერთ გზის, ესე ვთქვათ, ვართ მომსწრენი იმისა, ვთქვათ, იქნება ეს ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, რაღაც ეს ყვითელი ტიპის გადაცემები თუ გამომცემლობები, ხო, რომლებზეც პირდაპირ აი ღიად ხდება გასაჯაროვება იმისა, რაც არის ადამიანის პირადი, პიროვნული რაც არის. აი ამის გასაჯაროვება ხდება, რომლის შედეგიც რეალურად მე არის ის, რომ ჩვენ ვართ მომსწრენი საჯარო განხილვებისა, საჯარო, ესე ვთქვათ, რაღაცა შუღლისა, გამართლებებისა და ასე შემდეგ, სკანდალების. ეს თვითონ სკანდალი, აი ხმაური, ხო, გამოვიწვიოთ ხმაური. ეს გახლავთ ერთგვარი აი ვულგარიზებული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი. ვულგარიზებული საზოგადოება სამწუხაროდ ეს გახლავთ არა მხოლოდ ქართული თანამედროვეობის პრობლემა, იმიტომ რომ აი ტექნიკურმა განვითარებამ, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ხო, როგორც არის ტელევიზია, კომპიუტერი და ასე შემდეგ, ხო, აი ადამიანს მისცა ძალიან დიდი ასპარეზი, ხო, იმისა, რომ აი მოხდეს ერთგვარი აი ამ რაღაცა პირადის გასაჯაროება. ეხლა თვითონ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ხო, აი ცნობის მოყარეობა თუ რა ხდება აი ესე ვთქვათ, იმ სივრცის მიღმა, სადაც მე არ მიშვებენ, ეს ყოველთვის არსებობდა. და როდესაც მე ვიწყებ ამის გასაჯაროებას, რა თქმა უნდა, რომ ადამიანები აი ამ პროცესში, ესე ვთქვათ, აქტიურად ერთვებიან. ოღონდ ისევ და ისევ ამბობ, ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თავად თვითონ, ესე ვთქვათ, პროდუქტიული ცხოვრება. სოფო, საინტერესოა ეს ფაქტიც, რომ ხშირად ადამიანები თავად მიმართავენ ყვითელ პრესას, ანუ ცდილობენ, რომ თავიანთ თავზე რაღაც ისტორიები გააჟღერონ. იმისთვის, რომ დავუშვათ უფრო პოპულარულები გახდნენ. ნუ ეს ახლა ერთგვარი რაღაცა პირდაპირ მეთოდი არის, ვთქვათ, იგივე PR ტექნოლოგიებისა. თუნდაც ნეგატივზე იყოს მიმართული. პირიქით, ანუ რაც უფრო ნეგატიურია, მით უფრო ხმაურის გამომწვევია და რაც უფრო აი ეს არის ისიც აი ამ თანამედროვე ვულგარიზებული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ჩვენ და სამწუხაროდ. და საინტერესოა, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ის არასასურველი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ხომ, ჩვენ შესახებ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სამწუხაროდ ჭორი ჭორად არ რჩება, შეიძლება სავალალო შედეგი მოყვეს გარკვეულ ჭორს. ვიცით, ალბათ თავის დაღწევის, ასე ვთქვათ, თავის არიდების გზებზე ალბათ გამიჭირდება ლაპარაკი, თუმცა როდესაც ჩვენ საუბრობდით გადაცემის მიღმა, გამახსენდა ომარ ხაიანს აქვს ასეთი შემთხვევა, მას პირადად შემთხვევა, როდესაც ის მიდიოდა ქუჩაში და ერთ-ერთმა გამვლელმა მას ესე საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა და საკმაოდ ბილწი სიტყვები უწოდა. რაზეც ომარ ხაიანმა გაიღიმა და გზა გააგრძელა. და მას უკან დაედევნა ახალგაზრდა, რომელმაც კითხა, რომ რატომ მოიქეცით ასე, რატომ არ გაეცით პასუხი აი ამ რაღაც სრუბრალდებებზე და შეურაცხყოფებზე.
მაშინ ხაიანმა მოკიდა ხელი ამ ახალგაზრდას, თან შეიყვანა ოთახში, სადაც ძალიან ბევრი ძველმანები ელაგა. და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად დაფლეთილი ჭუჭყიანი სამოსი მიაწოდა მას და სთხოვა რომ მოერგო ეს სამოსი. რადგან ახალგაზრდა საკმაოდ მკაცრად და შეურაცხყოფილად ვარი უპასუხა რომ ამ ბინძურ სამოს მე არ მოვიგებ. მაშინ აი გაეცინა ხაიანს და უთხრა რომ როგორც შენ განაცხადე ახლა ვარი ჭუჭყიანი სამოსის მორგებაზე ჩემი ღიმილიც და უპასუხობაც სწორედ ის იყო რომ მე ვარი ვთქვი იმის მორგებაზე რასაც მთავაზობდნენ. აი სანამ აი ამ ჭორს ესე ვთქვათ არ ჭორის ადრესატად ჩვენ თავს არ აღვიქვამთ ხო და არ მოვირგებთ ესე ვთქვათ აი ამ სამოს ის ჭორი ჩვენ არც გვეკუთვნის ძალიან ხშირად თქვენ აბსოლუტურად ესეთი ძალიან აი სწორად ბრძანეთ და მართალია, როდესაც ადამიანი აყვება ჭორს, მაშინ უფრო და უფრო ვრცელდება. და იცით, აი აყვებაზე რა არის, რომ აი რაც უფრო მეტად ვიმართლებ მე თავს, რაც უფრო მეტად დიახ, ეს მინდოდა მეთქვა, რომ დავამტკიცო, რომ აი მართალი ვარ და ეს იყო სიცრუე, მით უფრო მეტად აღვივებს, აი როგორ გითხრათ, აი ნაქსოვს რომ პატარა თვალი, ესე ვთქვათ, ამოვარდება და მე რომ დაიწყოთ იმის მოკაჩვა, ხომ ეს ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული ხვრელი დიდდება და დიდდება. აი დაახლოებით ამას ვაკეთებთ, როდესაც ამაზე უკუკავშირს ანუ ჭორზე ჩვენი უკუკავშირი ხდება, თუნდაც იმ მიზნით, რომ გავიმართლოთ საკუთარი თავი. უკუკავშირი ყოველთვის არის იმის ესე ვთქვათ, სიგნალი, რომ ესე იგი მე აი ეს როგორც გამოწვევა მივიღე და ამაზე ესე ვთქვათ ესე იგი ამ შემთხვევაში ანუ ჭორის ადამიანს უნდა მიაქციოს ყურადღება ალბათ ხო? არ უნდა მიაქციოს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ ჭორის გამავრცელებელის მიზანი რა არის, რომ თქვენ ესე ვთქვათ ავნოს რაღაცა გითხრათ რაღაც ურთიერთობაზე გამოგიყვანოთ და თუ მე ვაკეთებ ამის იგნორირებას, მაშინ შესაბამისად მისი მიზანი რჩება მიუღწეველი და ნუ სადღაც მე ადამიანს ბეზრდება უბრალოდ ეს იგნორირება არის საუკეთესო გამოსავალი. ეს არის საუკეთესო გამოსავალი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით უფრო და უფრო არიან ადამიანები, რომლებიც უპირობოდ იღებენ ჭორს. არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ სჯერათ ჭორის. რა განსხვავებაა მათ შორის? ვიცით როგორ არის ნინო, ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ შეიძლება უკვე ვილაპარაკოთ ადამიანში რაღაცა კრიტიკული აზროვნების დონესთან დაკავშირებით. აი ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ახასიათებთ კრიტიკული აზროვნება. კრიტიკული აზროვნება რას გულისხმობს, რომ ის რასაც მე მაწვდიან როგორც რაღაც ბრალებში ხმარობ ამ სიტყვის ჭეშმარიტებას. ეს ჭეშმარიტება არის თუ არ არის, ხო? ამის ესე ვთქვათ, ამის დანახვის, მიხვედრის, აღმოჩენის ავტორი მე უნდა ვიყო. მე უნდა დავსვა შეკითხვები, მე უნდა დავაყენო რაღაც კრიტერიუმები, მე ანუ ეს ამ რაღაცა ინფორმაციის ჭეშმარიტად ან არ მცდარად მიღება ეს უნდა იყოს ჩემი აზროვნებითი პროცესის შედეგი. აი ადამიანები, რომლებსაც აი ამ ტიპის კრიტიკული ტიპის აზროვნება არ ახასიათებთ ან თქვათ უფრო დაბალ დონეზე აქვთ განვითარებული, მათ აქვთ ერთგვარი მიდრეკილება იმისა, რომ თუ რაღაც ფაქტი მოვლენა არის საზოგადოდ უმრავლესობის მიერ მიღებული და დადასტურებული, ის მაშინ ამას იღებს უპირობოდ. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს აი სწორედ აი ამ კრიტიკული აზროვნების დეფიციტთან საქმე და იქ სადაც არსებობს კრიტიკული აზროვნება, ხო? იქ ადამიანი ყოველთვის სვამს შეკითხვას, ყოველთვის უშვებს სადღაც საწინააღმდეგოსაც. ხო. საინტერესო იქნებოდა თუ არა ცხოვრება ჭორის გარეშე. ვიცით რა არის. თუ ეს არსებობს, ალბათ მას აქვს გარკვეული მნიშვნელობა ადამიანებისათვისაც. როგორც ახლა არაერთ გზის გვითქვამს თქვენს გადაცემაშიც, რომ ნებისმიერი ესე ვთქვათ პრობლემა, ხო? თუ ადამიანი ამას იღებს როგორც გამოწვევას საკუთარი ესე ვთქვათ თავის რდისა და განვითარებისათვის, ხო? მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის არის საჭირო და აუცილებელი. ამ შემთხვევაშიც აი ჭორი არის თუ არ არის საჭირო, ხო? ესეც არის იქიდან გამომდინარე ადამიანი როგორ ხედავს ამ მოცემულობას, თუ ის იყენებს მას რაღაც საკუთარი თავის უკეთ გახდომისათვის, ხო? ახლა
შეიძლება ცოტა მკრეხელურადაც კი გამომივიდეს, თქვათ ამ მაგალითის მოყვანა. არა უშავს ხო, მაგრამ თქვათ უბრალოდ მომყავს ეს მაგალითი იმისთვის, რომ ეს არის ის, რაც ყველამ ვიცით ჩვენ, ხო? თქვათ იგივე ქრისტეს მაგალითი, ხო? ქრისტემ ყველაფერი ის, რაც ესე ვთქვათ, იყო მის წინააღმდეგ მიმართული, გამოიყენა იმისათვის, რომ ის ძე კაცისად გწეულიყო ძე ღვთისად. ამიტომ აი ამ ტრანსფორმაციის, ესე ვთქვათ, საშუალებას თუ იძლევა, ესე ვთქვათ, რაღაცა მაშინ აზრი აქვს ჭორაობას, მაგრამ თუ ჩვენ ხვდებით აი მაშინ რაღაცა ჩართულები, რომელიც აი ამით არ დაიცხოვროს ადამიანმა, არაფერს არ გვაწევს, არ ვიზრდებით ამ პროცესში, მაშინ რა თქმა უნდა რომ ეს არის ფუჭი. ზოგადად ამბობენ რომ მამაკაცებს ჭორაობა არ უყვართ, მაგრამ ეს არის მცდარი მოსაზრება. იმიტომ რომ მამაკაცებმა თუ დაიწყეს ჭორაობა, მაშინ ისინი ქალებზე მეტად ჭორაობენ. და მაინტერესებს ფსიქოლოგები როგორ აფასებენ? ქალები უფრო ჭორიკნები არიან თუ მამაკაცები? ვიცით როგორ არის? არსებობს რაღაც გარკვეული ტიპის კვლევებიც კი, რომლებიც ამბობენ, რომ აი მამაკაცების ესე ვთქვათ ექსპერიმენტი როდესაც ჩაატარებს აღმოჩნდა რომ აი მამაკაცებმა უფრო ხანმოკლე დროით შეძლეს რაღაც გარკვეული ამბის ესე ვთქვათ დამალვა ვიდრე ქალბატონებმა, მაგრამ მამაკაცები მაინც უფრო ფრთხილები არიან ხოლმე ამ შემთხვევაში. ქალის შემთხვევაში აი როდესაც ის იგებს რაღაც ამბავს გასაგებია ხალხსახად ავრცელებს მამაკაც მეტი ვალდებულება აქვს, მამაკაცმა პასუხი უნდა ააგოს თავის სიტყვაზე. ნუ ეს ასეა, იმიტომ რომ მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და ალბათ შეიძლება მერე თუნდაც მამაკაცის მიერ გავრცელებულ ჭორს ძალიან ცუდი სავალალო შედეგი მოყვეს და ეს ძალზედ საშიშია. ანუ ეს არის რეალობა. პასუხი მეტი მოეთხოვება ამ შემთხვევაში. ეს თითქოს რაღაც უფრო ქალის ბუნებას მიეწერება ხოლმე ჭორაობის პროცესში და ამიტომ ქალის მხრიდან ესე რაღაც აღშფოთების თუ გაწყრომის იმას არ წარმოადგენს ხოლმე და ნუ აი მამაკაცის შემთხვევაში ეს არის რეალობა. და ბოლოს ძალიან ცოტა დრო დამრჩა და მინდა მშობლებს ურჩიოთ. არიან მე ვიცი დავშვათ მოზარდები, რომლებიც უკვე ფაქტიურად ყალიბდებიან ჭორიკნებად. არის კატეგორია, რომელსაც ამისთვის არცელი, მაგრამ არის კატეგორია მაგალითად 14 წლის მოზარდი გოგონები, რომლებიც ამით ცხოვრობენ. და ეს რასაკვირველია, მე არ არის სასურველი, იმიტომ რომ ეს უკვე პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ისინი თავის ცხოვრებას კარგავენ, ასე ვთქვათ, სხვისი ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას და მე ხო იცით, ჩვენ ვარ ჯულზე უმტკიცესიაო და გააგრძელებენ ასე და აი ამ შემთხვევაში, როდესაც დედა ატყობს, რომ მისი ქალიშვილი არასწორად ყალიბდება. რა უნდა გააკეთოს დაუშვათ? ის რომ შვილო არ იჭორაო, ეს არ ჭირს, იმიტომ რომ აუცილებლად გეტყვის, რომ მე არ ჭორაობ და მე არ ვარ ჭორიკანა და შეიძლება შეურაცხყოფად კი რაღაცა შეურაცხყოფლად იგრძნოს თავი. აი გარდატეხის ასაკს ახასიათებს ესეთი პრესტიჟისა და აღიარების მოთხოვნილება. ეს არის ასაკი, როდესაც ბავშვისათვის არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელი, ყველაზე დიდი ღირებულება ის თუ როგორ ცხოვრობენ მისი თანატოლები, როგორ ფიქრობენ მისი თანატოლები, რა მოსწონთ მის თანატოლებს. ამიტომ ამ ასაკში აი დაინტერესებულობა, ესე ვთქვათ, სხვათა ცხოვრებით, მე რა ის აღიარების მოთხოვნილება და პრესტიჟის მოთხოვნილება რაში ვლინდება, რომ აი ცნობადი სახეების ცხოვრებით დაინტერესებულობა და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი. ამიტომ ეს არასდროს არ მივიღოთ როგორც რაღაც საშიში, ესე ვთქვათ, მოცემულობა. მაგრამ ოღონდ არ უნდა იყოს ორიენტირებული ნეგატივზე. მშობლის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ თუ იგი ხვდება, რომ აი ბავშვი ხდება, ესე ვთქვათ, ზედმეტად ჩართული და დაინტერესებული აი ამ სხვათა ცხოვრებით, შეეცადოს, რომ მის ბავშვის ცხოვრებაში შეიტანოს რაღაც ისეთი შინაარსები, რომელშიც ის ინტერესით ჩაირთვება. ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრება და ნუ ავყვებით ჭორებს. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე მსმენელს ერთი კვირით ვემშვიდობა. დროებით მადლობა. ჩვენ ხშირად ვარდებით გამოვავალ მდგომარეობაში. კარგავთ კონტროლს. გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ჩნდება იმედგაცრუება, დეპრესია. წარუმატებლობაში ვადანაშაულებთ ყველას, ვეძებთ მიზეზს, მაგრამ ვერ პოულობთ. ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ თანადგომა და დავუთმოთ 1 საათი პროფესიონალ ფსიქოლოგებს. ფსიქოლოგის საათი, რადიო იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად.